მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან მარცხება და რეკომენდაციაში 103 და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ისევ Brawl Stars-ის რუბრიკას. შევედი Brawl Stars-ში 15 გამაძლიერებელი ავიღოთ, მოიცადეთ ჩემი რეპუტაცია, ყველაფერი კარგადაა, ძალიან მახარებს ესა და დღეს როგორც მე თქვენ შეგვიძლია გავიარებთ ტროფეების მპარველებს, როგორც თქვენ შეგვიძლია ამ აკაუნტზე საერთოდ არ გავიარე. არც ერთხელ საერთოდ არ ვიყავი ამ იმაში ამ აკაუნტზე. მაგიტომ მე ძალიან მაინტერესებს იქნება ამ ტროფეების პარველებში და ლეგენდარული სტარ დროპი. მე მგონი ჩვენ რაღაც უკვე შევასწავლეთ, ხომ? ერთად შევიდება ნიუსებში. აი 100 მილიონი უკვე კვესტი შევასრულეთ. კაი, ლეგენდარული წარმოვიდგინეთ. ნეტა ის ყველას აქვს ლეგენდარული, მე მგონი კი იწესით. კაი, ავიღოთ ლეგენდარული სტარ დროპი. და საყვიელია მხოლოდ სტარ დროპი ქროუზე. Смертельный яд. არ მაინტერესებს, კაი, არა უშავს. საჩუქარი კიდე. და ასევე მეგობრებო, როგორც დღეს თქვენ შეგვიძლიათ, უნდა გავიარო მე ახლა ეს ტროფეების პარველები, იმიტომ მე ამ აკაუნტზე არ გავიარე ეგა და ძალიან მაინტერესებს. კაი, მაგას ჯერ უკოს უნდა დავაკვირდე. კრავატს მოკვეთა კრავატს თასებია, სადაც უნდა მოვიპაროთ. კაი, ავიღოთ აბა გეილი. ჯერ გავტესტო გეილს მეგობრებო და თუ გეილით არ მომეწონება, სხვა ბრაულერს ავიღებ, იგივე ჰაიპერ ჩარჯიანით. ვინ არის? ბოტები ხომ არ არიან, ახლა ვფიქრობ. წავიდი. AFK-ზე ყავს ერთი ადამიანი. ой, მე. წავიდი მეგობრებო. მე მგონი აი, თასი უკან მომაქვს, აი. ზურგზე მომაქვს თასი, მომკლავენ ახლა. არა ეს ბოტები არიან. და სროლა. თვითონ ვარდება? ოკეი, საბა სუპერმენო მოიტანო თასიო. კაი, წადით აქედან. კიდე ერთხელ გამიგე. ნეტა რამდენამდე არის? ორამდე უნდა იყოს წესით. კაი, მოვკარით და ელ პრიმო. აი, მე ღმერთო ჩემო. კაი. შესაძლებელია უბრალოდ არ იცოდა, რომ სუპერი მასე არ მოქმედებს. ამ ტროფე, ამ თასი. რატო არ შეითვლა? მიდი. მეგობრებო, რაღაც გამიჭედა მე მგონი, რატო არ ითვლება? მოვიტანე. მიდი. რატო არ ითვლება? მოვიტანე, ხომ? წინაზე ხო უბრალოდ მოიცადეთ და იქ თასი არის კიდე? იმათ ჩვენი თასი აქვთ. ვერ ვიგებ. რა? ხომ მოვიტანე თასი? კაი, ავიღებ კიდე ერთხელ. შესაძლებელია უბრალოდ ერთმა ადამიანმა უნდა წაიღოს, ხო? იმის გამო რომ შეიცვალა. არ ვიცი მეგობრებო, რა მოხდა უბრალოდ. მოვიტანე თასი და არაფერს არ შვებოდა. წესით აქ 2-0 უნდა დაეწერა, საბა სუპერმენო მოიტა. ვერ გავიკვირე, რის გამო შეიძლება იმის გამო რომ ელ პრიმოს ჰქონდა და მე ავიღე მე. გამოის ერთად მე ვარ ვარსკვლავიანი მოთამაშე, მადლობა დიდი. გამოის ერთ ადამიანს უნდა ჰქონდეს? კაი, მეგობრებო, მე გავარკვე აუცილებლად. ეპიკური სტარ დროპი, არაფერი ნორმალური. კაი, მალე ამ სტარ დროპს ხსნი. ძალიან მჭირდება ამ აკაუნტზე ბრაულერები, იმიტომ მყავს 78 ბრაულერი, 93-დან 15 ბრაულერი სულღა მაკლია. თან წესით ისეთი ბრაულერები, რომლებიც უკვე ადვილია, კაი, კაძეს გარდა. კაძეს, კენჯისა და დრაკოს გარდა და სხვა დანარჩენები ძალიან ადვილია, ჩემი აზრით მომაკვდო. მაგებს მე ვაგდებდი 1000 ჯერ. კაი. გილი ნორმალურია, შეიძლება იმის გამო არ იყო ნორმალური, რომ უბრალოდ ისინი იყვნენ. ბოტები იყვნენ. და რა იქნება, რომ გრიფიც წახდა. აბა ეს გავტესტო. აბა გრიფს გავტესტო, როგორ იქნება? უბრალოდ გასაკვირი იყო მართლა ის, რომ
შევაგდე თასი და არ ჩაითვალა. ან Brawl Stars-მა რაღაც გაბაგა ერთი წუთით, ან არ ვიცი, ან შეიძლება მართლა ერთმა ბრაულერმა უნდა იყოს. მე მეგობრებო ამ ვიდეოს შემდეგ აუცილებლად გავარკვევ. ანუ როგორ მოქმედებს ესეც. უნდა მოკლა 100%-იანი მოკლა, რაც გვილია. გრიფი ისეთი მეტა ეხლა რომ ყველას ხავს. არა. მე მოყმაკ. მომეხმარე, ტარა. წარმოიდგინეთ, აი ტარა უბრალოდ უყურებდა, ანუ მიდიოდა და უყურებდა იმას, რომ როგორ მემკლავენ. თასით ხელში. მოდიება. არა. ვერ გადავარჩი ახლა. ეს უკვე ნამდვილი მოთამაშეები არიან, მაგრამ ახლა კიდე თუ გადმოვახდა, მე უკვე არაფერს ვერ გავაკეთებ. რა გინდა? კაცარი. თასი როგორ აიღო? ვა! გამოდის აქ ჯანეტი უნდა აიღო. კაი, გამოდის აქ შეგიძლია მოკეთ. რა გეგონაც მა. გამოდის აქ შეგიძლია ჯანეტი აიღო, სუპერი აიტვირთო, მე სუპერი თასი აიღო და სუპერი გადაფრინდე და თასი მოიტანო იზი, ანუ ადვილად. ძალიან კაი, დავიმახსოვრებ ამ ჯეჯოებით მე მგონი უფრო კარგია რომ რა გინდა ძმაო. ჯეჯოებით მე ძალიან მომწონს ახლა გრიფი. დაიღო კით ძმა, მაპატია, მაგრამ კი მომკალი, მაგრამ მაინც მოვგე. ისევ მე ვიყავი რასაკვირინტო, ყველაფერს მე ყველას მევკლავდი. კაი, ოჰო. კაი, 100 კრედიტი ავიღოთ და 1000 გამოსლიერები და სტარტ-დროპებს შეჯოებით არ ავიღებ. მეგობრებო, თუ თქვენ გინდათ მოკეთოთ დავაგროვო ეს სტარტ-დროპები და ბოლოს გავხსნა, აუცილებლად მასე გავაკეთე. მოკეთ ახლა გავაკეთებ ისე რომ ამ ყველა სტარტ-დროპებს ავაგროვებ და როდესაც მივალ 50 იმამდე, ანუ ლეგენდარი სტარტ-დროპამდე გავხსნი ყველაფერს. და მე იმედი მაქვს რომ 5 დღის განმავლობაში მე ავალ 50 რანკამდე. 50 რანკამდე თქე. 50 ურავენამდე Brawl Pass-ში. ძალიან მჭირდება. პრინციპში ახლა ნამდვილი. ანუ მოკლედ გამოდის რომ ლეგენდარი სტარტ-დროპი მაქვს. თან კიდე 3 აკაუნტი მაქვს, სადაც შემიძლია გავხსნი ლეგენდარი სტარტ-დროპები. მეგობრებო, 3 აკაუნტის შესახებ. მოდით მე გავხსნი პირდაპირ ვიდეოში გავხსნი ამ 3 ლეგენდარი სტარტ-დროპს 3 აკაუნტზე. მე მგონი საინტერესო იქნება. მოდით აი ახლა ამას მოვიგებ 100%, მადლობა დიდი ვერ მოვიგებ. ნანისაო. დაეციეთ ახლა. მეგობრებო, გაიღვიძე დროზე არა. ეს უკვე მათია. თუ. მიდი დერევ. თომე ანტა გახმარები ვერა. რა. წავედი ნახვამდის. აი ასე რა. ასე უფრო მაგარია. მიდი ბულ დამიცავი თუ რამეა. რა გეკონათ აბა? კაი, მოვიტანე. მიდი. ჩაითვალა რასაკვირია. არავის არ მოუშვებ აქა. თუ ვინმე მოვა ეგრევე ვკლავ. რა ხდება მან და ვაი! არა. ვაი მე ვერ მოსნა, კაია. რა გინდა ძმა, გამანები. არა, ცუდია, ძალიან ცუდია. გაია, დამიცავი, დერილ, სად ახარ? დერილი. უყურებდა როგორ მკლავდნენ, როგორ წამლავდნენ იქა. წარმოიდგინეთ. ბულ, მიდი, შენ მაინც. კაი, მე ავიღებ. აბა რა, მოიცეთ აბა ნახოთ აბა. არა, ახლა ჩაითვალოთ და წინაზე რაღაც გამოის გაბაგა.
მოწიაზე რაღაც გაბაგა. მათთანაც გაბაგა, როდესაც ბოტები იყვნენ. უი, მესამედ მეგობრებო უკვე არ ვარსკვლავიანი მოთამაშე და მეგობრებო როგორც შეგპირდით, ახლა სამივე აკაუნტზე შევალ, რაც კი მაქვს, კიდე აი სამი აკაუნტი მაქვს ჩემი მთავარი აკაუნტის გარდა. და ვისაც მეგობრებო არ სჯერა რომ 2020 წლიდან თამაშობ და ეს აკაუნტი დავიბრუნე Supercell-ის მეშვეობით, მადლობა Supercell-ს, აი ნახეთ. აი ახლავე. აი 2000 რა წერია, учетная запись создана в 2020 году, ანუ 2020 წელს შეიქმნა ეს აკაუნტი. მე 2022 წელს დამეკარგა და 2 წელი ვერ ვაბრუნებდი და მე გამახსენდა ჩემს დებილ ტვინში, გამახსენდა ჩემს დებილ თავში მოვიდა ასეთი აზიო, შემიძლია Supercell-ს დავუწერო დახმარებაში და 1 საათიც არ გავიდა და დამიბრუნეს აკაუნტი. მადლობა ამისათვის Supercell-ს დიდი. და ხო, აი აქაცაა ლეგენდარული სტარტდროპი. მიდით აბა. ან ბრაულერი, ან სკინი. არაფერი მეტი, მხოლოდ ან ბრაულერი, ან სკინი. მიდით. მადლობა დიდი. ხოთხოვდი. კაი, პრინციპში არ ავშოს. მივდივარ ახლა პუჩკსლავი ასეთი აკაუნტი მაქვს, რომელიც შევქვენი 2024 წელს. ხო, აქ ხო უნდა ავიღო იგა. ნუ ხო, 0.100 აქ არავინ არ მქონდა 1000-იც კი. ავიღოთ, მალე გავხსნით და ბელის სკინი. პლაჟნებელი. კაი, მადლობა დიდი. კაი, შეჯერებით არ მაინტერესებს. ახლა აქ ახალი სეზონი ხოლმე იწყება და ავიღოთ ლეგენდარული სტარტდროპი ყველაზე ძალიან საინტერესო. მიდით. ან ბრაულერი, ან სკინი, ან ჰაიპერჩარჯი. ჰაიპერჩარჯიც კაია. ან სკინი, ან ბრაულერი, ან ჰაიპერჩარჯი და B სკინი. ნუ ისე არ მიხარენიტო, ყველა აკაუნტზე მაქვს აი ამ აკაუნტის გარდა, ყველა აკაუნტზე მაქვს B. თუ მოიცეთ, თუ საბალენზე არ მაქვს. ხო, აი ჩემი ბოლო აკაუნტი, რომელიც შევქვენი, ხო, სადღაც რამოდენიმე თვის წინ, საბალენდი. აქაც ახლა უნდა ავიღო ესენი. ავიღოთ არაუშავს. ნუ აქაც 0.100 ასაკრული, აქ საერთოდ მეგობრებო, ერთი თვეა მე მგონი რაც არ შემოვიდი. ერთი თვე არა, მაგრამ დიდი ხანია. ბერის სკინი, ის შავი ბერი რო არის, აქვეა მაგას. ხო, აი. მუქი ცხენი ბერი. და აი ლეგენდარული სტარტდროპი. აი აქ ძალიან ცოტა ბრაულერი მყავს. მე მგონი 15 თუ 20 არ მახსოვს. და უნდა მოვიდეს ან ბრაულერი, ან სკინი, ან ჰაიპერჩარჯი. მიდით. ჰაიპერჩარჯი ბარლიზე, მაგრამ ბარლიზე მე იშვიათობაა თუ თამაშობ, ისიც კვესტები რო შევასრულო. ხო, 26 ბრაულერი ყოფილა. კაი მეგობრებო, ამით ახლა დავასრულებ ამ ვიდეოს. თუ მოგეწონათ და ლაიქეთ ეს ვიდეო. და გემშვიდობებით, ნახვამდის.